გამარჯობა, გულწრფელად გეუბნებით, მართლა დიდი და მნიშვნელოვანი დღე იყო გუშინ, ყოველ შემთხვევაში უახლოესი თუ არა ახალი ისტორიისათვის მნიშვნელოვანი გზატეხილი იყო 14 აპრილი და მე მახარებს, რომ ამ ხელისუფლებამ და საერთოდ ქართულმა საზოგადოებამ არ დაივიწყა ის, რა ვიცი, რა დავარქვა, გარღვევა თუ ჟინიანობა ქართული ახალგაზრდობისა, რომლებაც რაღაცა პრინციპებიდან გამომდინარე თქვენს, რომ ენა ჩვენივე დასაცავი არისო და რეალიზებას მოხდა გეხსოვებათ ალბათ 70-იანი წლების ის გრანდიოზული გამოსვლა, ალბათ ისიც გეცოდინებათ ბრეჟნევის დრო იყო, ეპოქა იყო და რატომაც მოიდობეს მაშინ ქართული ენის ესე ვთქვათ მეორე რანგში გადაყვანა და საერთო საკავშირო ენის პრიორიტეტი და მახარებს როგორში რაღაცა დოზით აღინიშნა ეს ეპიზოდურად იყო ჩემის აზრით, მაგრამ ჯამში მე ვფიქრობ, კარგი არის რომ გვახსოვს ის შემართება ახალგაზრდობისა და ძალიან გამიხარდა დაგიმალავთ რომ ეს ჩემი სტუმრები არიან ის ადამიანები, ვისაც მე თუ მკითხავ ძალიანაც უყვართ ქართული ენა და ეს ქართული ენა რაღაცა არის ენერგეტიკის მომცემია ალბათ, რა ვიცი, ბევრი შეიძლება ამაზე ისაუბროს ადამიანმა და თუ გიჩვენს სხვებისაგან და ესე თქვა ჩვენი დიდი და მრავალრიცხოვანი მეზობლებისაგან რაღაცით გამოვირჩევით ერთ-ერთი და უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტალური სწორედ ისაა, რომ ჩვენი ენა გვაქვს და ამ ენას გაფრთხილება უნდა, ამ ენას განვითარება უნდა და ამენის სიყვარულია საჭირო. მე ახლა შორს ავარ იმაზისაგან, რომ იმ პოლიტიკოსებს არ შეუკლავ აქციებს მართავს არაქართულად რომ წერია ქალაქში რაღაცები, მაგრამ წესიდან იგი სახელმწიფო ზრუნვა აკლია ამენის განვითარებას და წყდება ამაზე გული და ალბათ როდისმე დადგება დრო, რომ ისეთივე სერიოზულობით მიხედავენ ამ იდეას, როგორც უნდა შეერაღებაზე ფიქრობენ ან ეკონომიკაზე, ან სხვა დარგებზე. მინდა გითხრათ, რომ ჩემი სტუმრები გახლავთ ბატონი რაულ გვენეტაძე, პროფესორი გვენეტაძე ბოდიშით, ბატონი გია კვაშილავა, ეცოდინებათ ეს ადამიანები, ესენი გახლავთ სამეცნიერო კვლევითი ცენტრი აია კოლხეს ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანი და გითხრათ არაერთ გზის დაუფიქსირებიათ ამ ადამიანებს სიყვარული და განცდა იმისა, რომ ეს ტერიტორია, ეს მიწა ან ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს ან არავის და მახარებს, რომ მათ ბევრი და ბევრი საინტერესო გარღვევები გააჩნიათ ენისა, ერისა და ამ სივრცის შესახებ და მადლობა მინდა უთხრა მათ დამერწმუნეთ ამაზე კარგ თემაზე აი ამ დღეს ვერ ვისაუბრებდი და ზილობისთვის და ესე ვთქვათ პოლიტიკური ხალხის გადახდისთვის გეუბნებით რომ მეორე ბლოკში რაღაც არჩევნები არის თვის ბოლოს და კუკავა გვეყოლება მანჯავიძე და კუკავა ისინი ერთ ჩუღურეს თუ რას ქვია დაზალადებში იყრიან კენს და მათ დაეკრობასაც ბოლოსმენ მადლობა მინდა გითხრათ რაულ ბატონო, გია ბატონო და მოდით ვისაუბროთ ჩვენს ენაზე. გისმენდა დიდი მადლობა რომ მე სტუმრეთ. მოლი უნდა დაიწყოს ბატონმა გია. მაგრამ სანამ ბატონი გია იტყოდეს თავის სიტყვას, მე მინდა ორი სიტყვა ვთქვა. ბატონი გიასთანა, ესე იგი წარმატებული ისტორიკოსი, ქართველებს ჯერ არ მე ვფიქრობ უფრო ლინგვისტია. ლინგვისტია. მაგრამ ჩვენ ყველა ვიცით, რომ არსებობს ეგვიპტოლოგია, არსებობს ხეთოლოგია, არსებობს ასიროლოგია. ამან გაამტკიცა რომ ქართოლოგია არანაკლებ საინტერესო დარგია ისტორიული თვალსაზრისით და კაცობრიობის განვითარების თვალსაზრისით. მაგრამ ეს არის რომ დახმარება არ აქვს. ხარდაჭერა უფრო. ხარდაჭერა არ აქვს, ერთი კაცი არის, რომელიც იბრძვის კვლევასაც აკეთებს, ესე იგი მასალასაც აფორმებს და ფაქტურად იმუშავარ. დიდი მადლობა აი ამ წარდგინებისთვის და გია ბატონო, მარცა მნიშვნელოვანი არის 14 აპრილი ჩვენთვის. მაშინ სპონტანურად გამოვიდა ქართველობა. სხვა ჩვენს არ გამოსულა, როდესაც ახლა არ ვიცი, თქვენ თუ გახსოვთ და თქვენ თუ წაგიკითხავთ, მე მაყურებელს ვეუბნები, ჩვენთადერთი რაღაცა ისეთი, რაც დაუშვა თემს, სოფელს აკავშირებდა და ადუღაბებდა ეკლესია. ეკლესიაში 19 საუკუნის დასაწყისიდან აიქცელა ქართულად წირო. აი ჯაჯოხათური რაღაცა გამოიარა ქართველობა. იმდენი ვითმინეთ, ისეთი სისულელეებისთვის გაგვიძლია, ძალიან მიყვარს, აი სხვაჩვენს თქვენს მინდა გაგახსენოთ. აი ის რო არის, რა ქვია, ჭიჭინა კინო თუ გახსოვთ.
იმაში კოლბერნოვის რა სასადილოსა შესვენება აწერია და რუსულად აწერია. ჩვენ შევეჩვიეთ იმას, რომ ბევრ საუკუნის შუა ხანებში ჩვენთან დომინანტი ენა იყო რუსული. წარმოებით ურთიერთობის ენა იყო რუსული. ესე იყო, იცით, ძალიან ცუდია. და მახარებს რომ არსებობს ბატონიკი არსებობს ბატონი რავლი და ძალიან ბევრია შეიძლება იცით აი აუშვადის რაღაც კლასიკური რაღაცა საბჭოთა რაღაც სამეცნიერო სკოლა ისე გამჟდარი ესე თქვა სამეცნიერო დაწესებულებებში რომ ვერ გაერღვეს მაგრამ ბევრი ცოდვა მიუძღვით მათ ბევრ რამეს ისინი გვერდს უვლიდნენ და დადგათ რომ მე მგონი რომ არა უაროდ გვერდი ბატონ რაულ რა სიტყვით თქვენ და ბატონია მე მინდა აი გულწრფელად გითხრათ ენა დასაცავია ენა განსავითარებელია აი როგორც ბატონმა რაული ბრძანა ხალხშეწყობა არ არის სახელმწიფო ხელშეწყობა ამას სჭირდება მოდით ამ თემებზე ვისაუბროთ ისმენთ როგორც თქვენ ბრძანეთ ჩვენი ისტორია ძალიან მნიშვნელოვნად უნდა იყოს გამოსწორებული იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მასალა ქართველ მეცნიერებს მიერ გამოკვლეული წიგნები არსებობს რომ ქართულ ენას ქართულ ცივილიზაციას რომელიც მტკიცდება დოკუმენტური მასალების მიხედვით 4000-წლოვანი ისტორია აქვს რა იგულისხმება ამაში დამწერლობა პირველ რიგში დამწერლობა განსაზღვრავს ცივილიზაციას ეს დამწერლობა რა დამწერლობებს შორის არის ქართული წინარე ქართული დამწერლობა 5 დიდ დამწერლობებს შორის არის პირველ რიგში არის ეგვიპტური მეორე არის ელამური მესამე არის ხარაპას ანუ ძველი ინდური დამწერლობა და მეხუთე არის კრეტული დამწერლობები რომელსაც ეწოდებოდა მინოსური დამწერლობები რომლებზეც აიგო მე ცივილიზაცია ცალკე კრეტამიკერი ცალკე ეგვიპტური ცალკე ინდური და ასე შემდეგ მაგრამ ხეთურზე რასი ამას დავამთავრებთ უკვე გამოკვლეული მასალების შემდეგ 1427 დოკუმენტი თიხის ფირფიტების ამოკითხულია იქ არის 500-მდე ანთროპონიმი ამოკითხული ყველა ქართველური ფიცდება 2 ეთნონიმი ქართველური კოლხეთი და აიანახსენები ტოპონიმი და ასევე სახელწოდება იმების რა ქვია კუტაი არის ტოპონიმი ლაზითი ქვია თელ კრეტის აღმოსავლეთ ნაწილს ეს დასტურდება ბეხაზოვან წარწერებში და ახლაც უკვე ჩვენ მიერ ამოკითხულში ახაზოვანში იხსენიება ამის გარდა არის ცხოველების სახელები ფრინველების სახელები და უფრო მეტად საინტერესო არის მარცვლეული 2 ხორბლი ჯიში არის დასახელებული ამ წარწერებში მე გეტყვი ტრიტიკუმ იბერიკუმის ერთი დასახელება არის ანუ მეორე არის ტრიტიკუმ პალეოკოლხიკუმ რომელიც აღმოჩნდა ამ წარწერებში აი სხვაჩეს მე ციგნი მომიტანეს აქ აი მეცენარეობაზე ძალიან საინტერესო კალბატონია მისი ავტორი და ეს კალბატონი ადასტურებს რომ საქართველოს არის ხორბლის სამშობლო და საქართველოში სამშობლო არის საგერის რაიონი. და თურმე მართა უნიკალური ჯიშები სწორედ იქ ესე ვთქვათ აი ყველაზე ძველი ჯიშები საგერში ყოფილა აღმოჩენილი. გამყრელიძე ივანოვი თავის ცნობილ წიგნში წერენ რომ სწორედ ეს ჯიშები რაღაც ნაწილი გავრცელდა მცირე აზიიდან ევროპაში. ამბობენ ყურძენის აქედან გავრცელდაო. მე აქ შორს ცოტა წავალ ბატონო იმიტომ რომ რას ამბობენ ლინგვისტები ენათმეცნიერები ევროპის გამოჩენილები 1896 წელს პირველად ავსტრიელმა ლინგვისტმა პაულ კრეჩმენმა განაცხადა თავის წიგნში რომ საბერძნეთის ტერიტორიაზე კონტინენტურ საბერძნეთის ტერიტორიაზე ეგეოსის აუზის სხვა კუნძულებში და კერძოდ კრეტაზე არის არაბერძნული უფრო მეტიც არაინდოევროპული და არასემიტური წარმოშობის ტოპონიმები და მას მან უწოდა ამ ხალხს თვითყოფადი ხალხი. და იქვე გამოთქვა მოსაზრება ეს ხალხი ძალიან ენათესავება სამხრეთ კავკასიაში მაცხოვრებელ კოლხებს. ამის გარდა ამბობდა გერმანელი ლინგვისტი ისტორიკოსი შახერ მაირიც იზიარებდა ამ თეორიას და ბევრი მეცნიერები ევროპისა ბოლოს ფურნიე დიდი მეცნიერი და ბეკერს გახლავთ ასევე ჰოლანდიელი რომელმაც გამოცა 1808 გვერდიანი წიგნი ბერძნული ენის ეტიმოლოგიის ლექსიკონი სადაც მან ცალკე გამოყო 5000-მდე სიტყვის ერთეული რომელიც არ არის ბერძნული უფრო მეტიც არაინდოევროპული წარმოშობის და მათ მიაჩნიათ წინარე ბერძნული სავარაუდოდ
სამხრეთ კავკასიური, ქართველური. საოცრებებია. რა ვიცი, რატომ ხდება ამისი აფიშირება, ამისი პედალირება, სახელმწიფოებში მაინც ასახვა ამ ფაქტებისა, რა უცნაურია. რა დოკუმენტებზე საუბრობ ჩვენ? პირველ რიგში ქართულმა საზოგადოებამ იცის, რომ ეს არის ფესტოსის დისკო, რომელიც კრონზუკრატაზე აღმოჩენილი, ეს არის იეროგლიფური დამწერლობა. ესე იგი, დამწერლობა ჩვენ გვაქვს სამსახოვანი, სამ ტიპის არა, სამი ეტაპი გაიარა ქართველებმა. პირველი იეროგლიფური, რომელიც არის მარცვალ სიტყვითი დამწერლობა, მეორე არის მარცვლოვანი და მესამე არის ანბანური. ამ ხუთ დიდ დამწერლობებს შორის უკვე ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ მინოსურ ცივილიზაციას ვუწოდოთ ქართველური ცივილიზაცია. აი ეს გაზიარებულია. ევროპის სამეცნიერო წრეებში გამოვიდა წიგნები, ეს უпростоრად კემბრიჯის სწავლულთა გამომცემლობაში დაიბეჭდა ისტორიკოსის რობერტ მორიტის მიერ, რომელიც 400 გვერდიანი წიგნია 2000 წელს გამოვიდა და ამ წიგნში თლიანად გაზიარებულია ეს მასალები. აი მე ამ რობერტის მიღმას ხმა გაიზიარეს. ამის გარდა 32 გამომცემლობა უკვე, რომელიც ბეჭდავს ამ მასალებზე დაკავშირებით. მე ხლა მოვიტანე ორი წიგნი საჩვენებლად, მეორე არის ირლანდიაში გამოსული წიგნი ატლანტიპედია ენციკლოპედია, სადაც ფესტოსის დისკო ცალსახად წერია და გამოცხადებული ახაზოვანიც ჩვენი მეცნიერული კვლევების შედეგად ეს არის ქართველური ცივილიზაციის ნაყოფი. და დასტურეს პატარა. დიახ, ეს არის ჩვენი ფანტაზია. არა, ამის გარდა გასაკვირი ის არის, რომ საბერძნეთის სპეციალურმა დანამატმა მეცნიერებისა გამოცა სპეციალური მიმართვა, სავით ამ მეცნიერული და აქ იხსენიება სწორედ ჩვენი სახელი და გვარი და ეს ბერძენი ამბობს, რომ აი წინარე ბერძნული ცივილიზაცია ნამდვილად უკავშირდება ქართველს და სამყაროს. ეს ძალიან მისასალმებელია. საოცრება, აი ეს მწვანე ფერის დისკი როა. ეს ნებრას დისკია, აღმოჩენილია გერმანიაში. და მე ამაზე დისკავერიზე უყურე დოკუმენტალკას, რომ ეს არის რაღაც მე-13 საუკუნე ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ესე ჩვენ ვიკავშირდება, ვიპირდებით ამასაც ჩვენ ხო ვიპირდებით. აქ დამწერლობებზე გვაქვს საუბარი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ინგლისში გაიმართა საერთაშორისო კონგრესი, სადაც 100 მოხსენებიდან შერჩევით მოხდა 12 და 12-ში ჩვენი მოხსენება იყო და ამ მოხსენების შესახებ დაბეჭდილია ამ სამეფო აკადემია ინგლისის, სადაც ჩვენ ვართ წარმოდგენილი ფესტოს დისკოს ანუ თავარ ნაწილში და ასევე პრეზიდენტი ვიც ვიყავდა ეს კონფერენცია. იქაც აღიარებულია და დაფიქსირებულია რომ ყველა წელს ჩვენ თითქმის მიღებული გვაქვს სხვადასხვა პერიოდში 6 წლის განმავლობაში ერთი 600-მდე საინტერესო წერილი ევროპული სამეცნიეროების გამოხმაურებს ყველა წელს ამას და იზიარებენ ამ აზრს. დიდი გარღვევაა, მე თუ მკითხავ, ძალიან დიდი გარღვევაა ეს. ამის გარდა გამოვიდა სპეციალური გამოკვლევა კოლუმბიის უნივერსიტეტში, რომელიც წიგნი ასეთია ანთროპოლოგიური ლინგვისტიკა, სადაც ამ ანთროპოლოგიურ ლინგვისტიკაში ნიკო მარის გვერდით აღმოჩნდა ჩემი სახელიც ახლა მოიხსენება. ეხლა ნიკო მარს რაღაც შესწავლები ჰქონდა ქართულ სამეცნიერო საკითხებში რაღაც შესწავლები დაუშვა. სტალინმა გადაუარა თუ გახსოვთ თავის დროზე ნიკო მარი. ახლა მე გეტყვით ახაზოვან წარწერებზე და ვეხაზოვან. ახაზოვანი წარწერას პირობითაც ვინც აღმოაჩინა კუნძულ კრეტაზე ქალაქი კნოსოსი გახდათ სერ არტურ ევანსი. სერ არტურ ევანსმა პირობითად, რადგან ეს ხალხი იყო არ იცოდა, დაარქვა A კლასის ხაზოვანი და მისგან შექმნის B კლასის ხაზოვანი. B კლასის ხაზოვანი წაიკითხა 1953 წელს არალინგვისტმა, არქიტექტორმა, ინგლისელმა მაიკლ ვენტრისმა და ეს აღმოჩნდა მიკენური ეპოქის ბერძნული ენა. მაგრამ რა ხდება კიდევ ამ ტექსტებში? ამ ტექსტებში აღმოჩნდა სიტყვები, რომელიც ბერძნულისთვისაც გაურკვეველია. ანუ ბერძნული ეტიმოლოგია ვერ დგინდება და ჩვენ უკვე ძლიერად ვფიქრობთ, რომ ეს სიტყვები, ანუ სახელები, ანთროპონიმი, მაგალითად კიტარის ნახსენები ამ ტექსტებში როგორც ალექსანდრე ღლონტის ლექსიკონის მიხედვით ივარაუდობა, რომ ეს მხოლოდ ქართველური წარმოშობის სიტყვა. ანუ ბევრი და რა ინგლისურობა კიტაში. კიტა არის ადამიანი, რომელიც
ამუშავებს იჯარით მიწას. ახლა იჯარა იქ არის ტერმინი, მაგრამ შემოსავლებია ხორბლის, ზეთისხილის და ეს ანგარიშებია შეკრებისა და შეკრების ოპერაციაც კი არის ნახსენები და გასავალისა და ესე იგი ბუღალტერიული აღრიცხვა არის აქ. ახაზოვანი წარწერები, როგორც შეცდიერ უკვე წაკითხულია 1427 თიხის პირფიტა და თლიანად ეს არის ენა, წინარე ქართველური ენა, პროტოქართველური, რომელიც არ იყო ჯერ წარმოდგენილი როგორც სვანური სახით, არც უძველესი ქართველური ენა და როგორ მოხდა მის აღდგენა. რეკონსტრუქცია მოხდა ლინგვისტური კანონზომიერებით, რომელიც შექმნა გამყრელიძე მაჭავარიანმა 1965 წელს გამოუშვა წიგნი სონატა სისტემა და აბლაუდი ქართველურ ენებში. ამ წესებით, ამ კანონებით მოხდა ამ ენის აღდგენა და ჩვენ ძალიან კაცრად შეგვიძლია უკვე ვთქვათ მათემატიკური სიზუსტით, რომ ქართული ენა, ქართული სახელმწიფოებრიობა 4000 სლოვანია, რადგანაც ეს დოკუმენტები 4000 წელს ითვლიან. მინოსურ კულტურას ჩვენ აქედან გამომდინარე, რომელიც პირობითად დაარქვა სერატურევანსმა, უკვე თამამად, ძალიან თამამად მე 60 წლის განმავლობაში, რასაც ვიკვლევდი, ცოტა ბევრჯერ ყვანებდი ამ ტერმინოლოგიის შემოტანაში, მაგრამ უკვე თამამად შეგვიძლია ჩვენ დავარქვათ, რომ ქართველური ცივილიზაცია, რომელიც სამ დიდ ენათა შორის ენებიდან იხსენიება, ეს არის სემიტური ენათა ჯგუფი, ინდოევროპული ენათა ჯგუფი და აქ არის ქართველური ენათა ჯგუფი, რომლის განფენილობა სამხრეთ კავკასიიდან დაწყებული შავი ზღვის ტერიტორიაზე და ეგეოსის აუზში ვრცელდებოდა. ჩვენ გვაქვს ბერძნული წარწერებიც უფრო მოგვიანებით, სადაც იხსენიება ტოპონიმი პელოპონესის სახელი წინარე პელაზგია ქვია. ამის გარდა კრეტას ქვია ოღონდ ეს ბერძნული წყაროების მიხედვით არა, ბიბლიაში ძველ აღთქმაში ქვია ქერეთ. ანუ ეს შემთხვევითი როგორ შეიძლება დაერქვას ამდენი 500 ანთროპონიმი კონდეს, ამდენი ტოპონიმი კონდეს, მცენარების სახელები თქვენი ქართველური წარმოშობის იყოს. რა თქმა უნდა, თუ ინდოევროპული ტომები გავრცელდნენ თავიანთ სამშობლოდან მთელ ევროპაში, რა დაუждდებოდა ხა პრობლემა ქართველურ ტომებს ესე იგი მიგრაციაში მოყოლოდნენ, ანუ ფილტრაციას ვეძახით ჩვენ ამას მეცნიერულად. ლინგვისტურად ძალიან კაცად არის ეს დადასტურებული. ლინგვისტური მონაცემები ამას გვიდასტურებს, რომ ქართველური ცივილიზაციის განფენა იყო ეგეოსის აუზშიც. მეგონი ტროას ბრძოლაც აფიქსირებს ხო ამას, არა პირდაპირ. ტროას შემდეგი ცივილიზაცია 500 წლის შემდეგ ხდება. ამ დროს ტროას დროს უკვე ეცემა ქართველური ცივილიზაცია საკმაოდ და უკვე ბერძნული შედის უკვე საერთაშორისო იმ დროს, ასე რომ ვთქვათ, საერთაშორისო ენად შემოდის. სწორი ხარ, იმ დროს მაინც იმპერია უკვე ბერძნების იყო და ამ სტატიაში ბერძენმა დაწერა კოლხები ჰეგემონებდნენო ეგეოსის აუზში. ძალიან გასახარებელია, როცა ბერძენი ამას წერდნენ და ის ძველი დიდება რაღაცნაირად მაინც უნდა დაუბრუნოთ ჩვენს ქართულ ენაზე, როცა გვაქვს საუბარი, ანუ ამ ჩვენს უდიდეს საგანძურს, რეალურად უნდა აღვდგინოთ ეს. თუ ჩვენ არ ვიტყვით, ჩვენ ამ ყიდ მოსახლეები ვართ ამ ტერიტორიაზე, სხვა ხო არ იყოს ამას მე მინოსერო ბრძანეთ, რომელ საუკუნეებზეა საუბარი, აი ჩვენ წერტალში მეორე 1000-ლეული პირველ ნახევარი, ანუ 2000-1500 წელიწადში. ამი დაკითხოთ ახლა, აი ხა მე და ისა რაული აქ საუბრობდით, აგერ იქ ბოლნისში რო ოქროს საბადოებია აღმოჩენილი. სხვათა შორის მე ხა ძალიან ისე დილეტანტის დონეზე მაინც ვერკვევი, რომ ნებისმიერი ოქროს ნიმუშის ასე ვთქვათ ფიზიკური ანალიზით შეიძლება დადგინდეს სადაა ის მოპოვებული. ამ დაგვარი შეიძლება ალბათ მეტალზეც გაკეთებული. არა, ვიცი ეს ადაიჭეთ რა არის ახლა თუ კი ჩვენ მოდებული ვიყავით აი ამ ხელა სივრცე და მე წერა გითხარით იქ სოფელ ფიჩორში გალის რაიონში ფოლადის წარმოების უზარმაზარი კერა იყო აღმოჩენილი 20-30 წლის წინ. საერთოდ თუ კი დაუშვათ ფოლადის არ ვამბობ კინას, ფოლადის ნიმუშები არის აი ამ სივრცეში
შეიძლება იცით ფიზიკო-ქიმიური ანალიზით დადგენა იმისით ნაწარმოები და თუ კი ჩვენ მოდებული ვიყავით აი მატერიალურ ძეგლებზე ან თუნდაც იარაღზე რაღაცა უნდა ყოფილიყო იცით აი შემაკავშირებელი ან დამაკავშირებელი კოლხურთან არ ვიცი ესეთი დოკუმენტების მოძიება დაწყებული ან არის ხდება თუ არა ხო ცნობილია რომ აი კოლხური ცული ორიგინალური იყო აი სადამდე გადიოდა ამით ეს ხო გზაკვალი იქნება აი გამკლევი იქნება გზაკვალი უთხარი ბატონო ვახსენებ არგოზე თქვითო დიახ თვითონ სიტყვა არგოზე არგოზე დავფიქსირდეთ რეკლამაზე გამეშიდა აი არგოს შევეხოთ არგო მეგონი უფრო გვიანდელი ხანა არა რეკლამის შემდგომ გავაგზავნოთ ამ თემას საუბარი დავველოდეთ და ნარგანს არგოს ეს გამიგე მეგონის ყარულია რეკლამაა დაგველოდეთ ისმეთ გია ბატონო გისმეთ გამოგნებელი ინფორმაციები მითხრა ბატონმა გიამ შესვენების დროს გისმეთ შეგოგია ეხლა პირველ რიგში მინდა გაჩვენოთ რუკა ეგება დაახლოოს ოპერატორმა კარგი იქნება და გისმეთ რუკა არის შედგენილი ხმელთაშუა ზღვის აუზში და შავი ზღვაში ქართველური ტომების განსახლების შესახებ რომელიც გაკეთებულია ჰუმბოლტის კლუგეს კრეჩმერის შახერმაირისა და ნიკო მარის შრომების მიხედვით ანუ ასეთი განფედილობა ქონდა ქართველურ ტომებს შემდეგში მეგვიანებით ხდება ინდოევროპული ტომების მიგრაცია მაგალითად კერძოდ არის ჩვენ ინდოევროპელებამდე იყო არა მგონია მეგონი ერთად იყო შემდეგში ერთად მოხდა ეს რუკა არის შექმნილი ძველ წელთაღრიცხვის მე-3 საუკუნეში რაღაცა დოკუმენტალკას უყურე რომ ეს ნეანდერტალელები შთამთქესო ინდოევროპელებმაო ხლა თუ გავითვალისწინებთ 10,000 წლის წინ ეს ბოსფორის რუტე არ იყო, აი მაშინ გადავიდნენ რომ იქეთკენა. არ ვიცი ეს. გამყრელიძე ივანოვის თეორიის მიხედვით სამშობლო ინდოევროპელებისა არის სომხეთის ქვემოთ უფრო. ანუ იმ პერიოდში ლინგვისტური ანალიზით ჯერ არ არის ტოპონიმები იქ, ანუ იქ აყალიბებს ასევე ინგლისელი ენათმეცნიერი ჯონ ჩედვიგი რომ ბერძნული ენა არ იყო ჩამოყალიბებული ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულში. ის ჩამოყალიბდა ადგილობრივი მოსახლეობასთან შერევის შედეგად. ადგილობრივი მოსახლეობა კულტურულად მაღალ დონეზე, ხოლო ბერძნული ტომები უფრო იყვნენ მომთაბარეები და ეს ლინგვისტურად მტკიცდება ცალსახად. ამას წერენ მთელი ევროპული სამეცნიერო წრეები, ამერიკის სამეცნიერო წრეები. აქ ჩვენთან ქართველთან შორის განსაკუთრებით ღვაწლმოსილები გახლავთ გამყრელიძე, გორდეზიანი და მისი ასევე სხვა წრეებიც ვიტყვით, აი ძველს ვინც გარდაცვლილებია, აკაკი ურუშაძე, სიმონ ყაუჩიშვილს ბევრი მოსაზრება ჰქონდა, თინათინ ყაუჩიშვილი ცალსახად ბევრჯერ მიუთითებს ამ მასალებზე და საუბრობს მთელი ქართული სამეცნიერო წრე. მაგრამ ჩვენ რაღაცა პრობლემები გვაქვს თვითონ ქართველებს რომ რაღაცა არ დაგვწამონ რაღაცა ზედმეტი აფიშირება. ჩვენ უნდა წარმოვადგინოთ ეს ყველა მასალა მკაცრად და უნდა წარმოვადგინოთ სამეცნიერო წრეებში, რაც ევროპის სამეცნიერო წრეებში. მაგალითად მე პირველ რიგში ეს გავაკეთე ჩემი თემა წარმოვადგინე ინგლისში, სადაც იყო მსოფლიო კონგრესი და მთელი მსოფლიო სამეცნიერო წრე იყო ჩამოსული ნაღები. გაიზიარეს თქვენი იდეები. აი სწორედ იქ მოხდა მის გაზიარება. საოცრება, დიდი გარღვევაა, დიდი გარღვევა. მეცნიერებაში ასეთ რაღაცა ხდება, როცა მოგისმენენ, მერე მოდის კრიტიკა. რა თქმა უნდა. ყველა მოხსენების შემდეგ კრიტიკით გამოდიოდნენ. ჩვენი მოხსენება მე-11 იყო რიგით და აბსოლუტური სისჩუმე იყო, რომ დათორდა ჩვენი მოხსენება და შემდეგში აბრძანდა ერთი ხწოვანი მეცნიერი და გვეუბნება ახალგაზრდა მოითმინეთ 3 წელიწად ჩვენ შევისწავლით ამ მასალებს და მოვიდა პირველი გამოხმაურებები სოფლიო სამეცნიერო და გაიზიარეს. გაზიარება დიდი გარღვევაა გეორგი. ბაუცებს. გარღვევა კი არის, მაგრამ საქართველოში ვერ მოხდა გარღვევა. აი ამაშია უბედურება. დიდი უბედურება ამაშია. ყველაზე ნაკლებად ყველგან ეს აღიარებულია საქართველოში მირიქით ესე კონსტანტე გამსახურდია გახსოვთ რეებსაბოთა საუცხოური დაეთ უნდა გაღიარო რომ მე გააცნობიერო ნაკავრება არის აი ისა რაულ გია მაცა გაინტერესებს ახლა აი მე მახსოვს ურარტუმ დალაშქრე კოლხეთის ზამებ სუსტად არ მახსოვს 1400 თუ 1500-მდე ქალაქის ოპერი გააოხრა აი თქვენი საზრით და მე-7 მე-8 საუკუნე იყო ხო
ძალიან დიდი ისა რა ქვია იმას კონტრიბუცია დაუწესეს კოლხეთ სამეფოს. ხა მე რაც ეს ინფორმაცია მაქვს ჩემის ვარაუდით 9 მილიონამდე იყო მაშინ ალბათ ის ტერიტორია, იმიტომ რომ საშუალო კოეფიციენტები არსებობს მეცხოველეობა დაუშვათ 1000 კაცზე რამდენი უნდა იყოს და მე ჩემი დილეტანტური კათოლიკ და რა იცი ახლა ეს იგივე ახლა ეს ილიადასაც თუ გადავხედავთ არც ისეთი დიდი მაგრამ ისე ასად არ იყო ბევრი მოსახლეობა იმ დროს მაგრამ აი შევძლებდით აი ამ ხელასილცის კოლონიზაციას აი როგორ მიდიოდნენ ალბათ გემებით მიდიოდნენ სხვა და მასობრივი იყო ესე თქვა და აი რას ეძახი აფისება ამ სილცის არა მასობრივი არ ყოფილა ეს ნაწილობრივ ალბათ ჭარბი მოსახლეობა გადიოდა დიახ ალბათ ეს იქნებოდა და გაქონდათ აი მე ვფიქრობ რაღაცა მატერიალური ძეგლების გატანასაც ექნებოდა ადგილი და თუ ამეთ კი ეს დაფიქსირებული პირველ რიგში ურარტუსთან დაკავშირებით მოგახსენებთ, იქ დაფიქსირებულია ტოპონიმი, უпростоად ხალხის სახელი კულხა, ეს მოგეხსენება თქვენ, მაგრამ ასევე დაფიქსირებულია კოლხეთის მეფის სახელი, რომელიც პირველი მარცვალი წაშლილია და რადგან რუსულ დამწერლობას სპეციალური ოქსფორდის კურსები გავიარე, შევძელი ამ რუსული დამწერლობის პირველი მარცვლის აღდგენა და სავარაუდოდ მისი სახელი უნდა ყოფილიყო ხუსა. ამ ხუშა ამ მეფის სახელი და ეს სახელები ურარტულ წარწერებშიც სავარაუდოდ იხსენიება არა კოლხურადაც. ეხლა მე ამაზე კვალიფიცირებულად ვერ მოგახსენებ, მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ. ასურულ წარწერებში უფრო ადრეული 200-300 წლით ადრე ასევე იხსენიება კოლხეთი არ იწერებოდა ასეთნაირად, ანუ ობგერა არ ქონდა რუსულ დამწერლობას და ისევე კულხი წერია და ეს პირველ რიგში გააკეთა გიორგ მელიქიშვილმა და სოფლიოში კამათი დაიწყო ამ რუსულ წარწერის საკითხის თაობაზე და ეკამათებოდნენ რომ აქ არ წერია კოლხი, ანუ წერია იქ ხაფხი და ლინგვისტურად დადასტურდა რომ ხაფხი ყოფილა ხალიბი, ანუ ხალიბოსი, რასაც თქვენ ახლა ფოლადზე საუბრობთ ეს ბერძნულში მე როგორც კინა ისე გახდა, ანუ რაღაც ამ იდენტიფიკაცია მოხდა ეს არის და წერია ასურ წყაროში რომ ეს ხალხი ცხოვრობს შავი ზღვის ზემო ზღვას ამბობენ ისინი თავისი ტერმინოლოგით და ეს ხაფხები სულ სხვა ხალხია და გაერიათ ვანის ტბასთან ქვემოთ მაცხოვრებელ ხალხთან და ის ხალხი რომელზეც ხაფხს არ დასტურებს ასურ წარწერები ანუ იგივე კოლხი არის მაცხოვრებელი შავი ზღვის სანაპიროსთან იბერია არ დაჩაგო ხო, იბერიის ისტორიაზები დაკითხოთ კაცო ახლა. ამ მოსახლეობას მეორენაირად ასევე რადგანაც ბატონმა რაულმა ბრძანა ევროპაში ორი ტერმინი იხმარება. მე ვნახავს ეს წიგნები, ძველი წიგნები 200-300 წლის წინანდელი გამოცემული წიგნებში კოლხური იბერიული. აი ეს გაბარკვიეთ რაღაც ურარტულ და მათა დააწევა კოლხეთი, ხო? აი ჩვენ აი კოლხურის შემდგომი ევოლუციით მე ლაზები და აი რა არის ისი ტოპონიმებში ან საერთოდ ენობრივ მარაგში აი ურარტოს ტექსტებიდან ან მიმართვებიდან ან მისამღერებიდან არ დაფიქსირებულა არაფერი ქართულში ანუ იბერიულში რატო დაფიქსირდა არის ეს კავშირი იყო ხალხებს შორის ანუ კომუნიკაცია იქიდანაც ბევრი გამოვიდა ეხლა ილია ჭავჭავაძე აფიქსირებდა რომ ჩვენ წინაპრები იყვნენ ურარტოები ხო ვიცი ხო შარიშა წინაწელს ნიშნავდა გმირი და ასობის სიტყვებია მაგრამ ეს აი საკულტო ტექსტებია რა არის დიდება ღმერთს ღვთაებას და ასე აი კოლხეთში რატომ შემოვიდა ეს კოლხეთში მეთქი აი იბერიულ ენაში ეს ურარტოს ტექსტები აი ეს როგორც ჩანს ექსპანსია იყო ძალიან დიდი სეისი გახლავთ პირველი მკვლევარი ამ იმისა სესიც შეიძლება წაიკითხოს ინგლისელი მკვლევარი იყო ურარტულისა და იქ მე ვნახე ეს წიგნები რა თქმა უნდა ძველი გამოცემა მაგრამ ქართველებმა მეცნიერებმა ნამდვილად იციან რომ ეს არის ქართველთა მეფეები ურარტულს მეფებზე რაღაც ნაწილზე აი ეს არის ტერიტორია საქართველოსი ეს ესეთი ხო ასეთი მითითებას ამბობ მე ხლა იმას ვერ გეტყვით რომ ერთი მკვიდრი მოსახლე ესენი ერთა იგივე იყო გენეტიკურად მაგრამ მათ შორის ნათესაური კავშირი შეიგრძნება ამ ნაწერებში ამ მარკეტ აი ნაცნობაზე ახლა ორივეს მითხა შეგეკითხოთ კაცო ინდოევროპელები არიან სომხები სომხებს პრეტენზია აქვს რომ ჩვენ წინაპრები ურარტოელები არიან ესე იგი მაგი არის ავსტრად როგორც ცხარი ეხლა მეც დამითმეთ რომ კაცო ბევრი დროა ეხლა რაშია საქმე რომ
ბატონი გიას ნამუშევრის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია თქვა, რომ არსებობდა კოლხური ცივილიზაცია. პირაბიტად დავართ, კოლხურ ქართული პროტოკოლი. იმის მერე რატომღაც გიამ გამოტოვა, რომ დაბლაგომში რა იყო მონახული? ეს უნდა თქვა. მე რაცო გისმენ. ხო, გამოხდა ერთი რომ კი ბატონო. ეს წარწერები აღმოჩენილია კუნძულ კრეტაზე, და სხვაგან ვერა. ახლა ხან აღმოჩნდა, უბრალოდ ეს აღმოჩენა დიდი ხნის წინ გაკეთა ნიკო ბერეძენიშვილმა ისა ამოიღოს მასალები სანტრედის რაიონის სოფელ დაბლაგომში, სადაც დოქსზე წარწერა არის 4 ნიშნიანი და ამაზე ბარტონ ვახტანგ ლიჩელიც მოგვახსენებს, რომ სავარაუდოდ გარდაცვლილი ადამიანის სახელი უნდა ეწეროს და ახაზოვანი წარწერები როგორც ამოვიკითხეთ, იმ კანონზომიერებით, იმ წესებით ამოვიკითხეთ ეს წარწერა და აღმოჩნდა სახელი ტეხუშკა. მართლა? და მე ვეძებეთ ეს სახელი თუ ფიქსირდება საერთოდ. დიახ. და აღმოჩნდა ზედმეტ სახელები სამეგრელოში ვიპოვეთ ეს სახელი ალექსანდრე ღლონდის ლექსიკონში. რას ნიშნავს ტეხუშკა? ტეხუშკა არის სახელი. ტეხუ არის ალბათ მამის სახელი და სკა შეიძლება სკუა იყოს ამ შვილი. ამ თვალსაზრისით დაბლაგომის წარწერა ეს არის ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნით, მაგრამ ის იმეორებს ახაზოვანის წარწერებს. წარწერების ნიშნებს. ამის ესე იგი ეს წარწერები, რომელიც მე გითხარით მე-20 საუკუნის დასაწყისში პირველ ნახევარში გამოიყენებოდა კუნძულ კრეტაზე, მაგრამ კვიპროსზე აღმოჩნდა ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნემდე იქიდან ესე იგი ახაზოვანიდან შექმნილი წარწერები, ესე იგი დამწერლობა გამოიყენებოდა კუნძულ კვიპროსზე. როცა ბერძნებს ჰქონდათ ანბანური დამწერლობა, ანუ ორივე დამწერლობას გამოიყენებდნენ მარცვლოვანს და ანბანურ დამწერლობას და ესე იგი ეს მეორე მე-3 საუკუნეში. მეორე მე-3-მდე მოდიოდა. იმ დროს ელინიზაცია ყავდა ინდოეთამდე და ეს დამწერლობები ხდება იმაში. გაუძლო ელინურს იმას კულტურას. და შემდეგში მე-3 საუკუნეში შედევრია ეს ინფორმაცია. და ამის შემდეგ ბატონ რაულსმიცეც იყო, იმიტომ რომ ბევრი ნიშანი რაც არის ახაზოვან წარწერებში მოცემული დამწერლობის ნიშნები აღმოჩნდა ტექსტები ასონიშანი ასომთავრის იდენტური. არსებობდა კოლხური ცივილიზაცია. მერე იქ შემოიჭრენ ბერძნები, მაგრამ ალექსანდრე მაკედონელის მერე ჩამოყალიბდა იბერია. იბერიული ცივილიზაცია არსებობდა. ის კი არა რომ სახელმწიფო არსებობდა, მეფე არსებობდა. ეს ესე იგი ჩვენ სალიტერატურო იმაში რა ქვია. უმბოლდი იბერიული მოსახლეობა. ისე გამოდის რომ იყო ფარნავაზი, არ იყო ფარნავაზი, ვიცით, არ ვიცით, აი ასე დონეზეა. ეხლა უყურეთ რაშია საქმე, რომ წყვეტა არ ყოფილა ცივილიზაციის შორის. აგერ არის აი აქ დაბულა. 16 ასო ნიშანი გადმოსულია კრეტიდან. ასომთავრულ დამწერლობაში. ასომთავრულ დამწერლობაში. ასომთავრული დამწერლობა თავისი ესე იგი შინაარსით არა აერთიანებს ორ საქართველოს. კოლხურსაც და აღმოსავლეთს. რატო იცით რომ მოყვანილობა ხო აქაურია, მაგრამ სახელები ანი, ბანი მოდის ესე იგი იქ სახელებია, რომელსაც იყენებდნენ შუმერები, რომელსაც იყენებდნენ ბაბილონელები. საოცრება. ხო და ამიტომ ესე იგი ჩვენ როიძახიან, კაცოანო მეგრულად ამოიკითხა. მეგრულად კი არ ამოიკითხა, პროტოკარტულად ამოიკითხა და აი ასეთი ამბანი სოფიოში არავის არ არის. აი ასეთი მოყვანილობის გრაფიკა. მარტო ჩვენთან არის. აი ყველა აიღეთ, გინდა ესე იგი ფინიკიური აიღეთ, გინდა აიღეთ ბერძნული. საფუძვლად რა აქვს იცი? სოლი. სამკუთხედია. სამკუთხედის ელემენტები არის. ხო ფინიკიურიდან არის. აი ეს არის ზუსტად ჩვენი. ეხლა რამდენად ჩვენია, უყურეთ. ფინიკიური ერთ-ერთი თეორია არსებობს, რომ შექმნილია თუ ეგვიპტურის პარალელურად მოხდა კიდევ ფინიკიურის სინაიტურ მთაზე, სინას მთაზე სინაიტური დამწერლობა შეიქმნა. ეს არის ეგვიპტურის გავლენით 22 ნიშანი და მე ჩამოყალიბდა ფინიკიური, რომელსაც დაუდო ყველა დამწერლობა. მაგრამ არის კიდევ მოსაზრება ფინიკიური სავარაუდოდ შექმნილია კრეტული დამწერლობებისგან. ეს მეც გამეგია ჩემი სტუდენტობის დროს. აი უყურეთ, აი ეს არის ქვესკნული ზის სიმბოლო.
ამის ნახევარს ჩვენეც რა იქ ამის ნახევარს ქართულად ქვია წილი. ამის ნახევარი ქართულ ამბაში დაფიქსირებულია როგორც წილი. ამის საფუძველზე არის შექმნილი კიდე რამოდენიმე ასო. აი სახელი შემორჩა. ეს ლოგიკიდან მოდის. ეხლა უყურეთ რაშია საქმე. რომ ერთი არის რომ ჩვენ ამბანი გვაქვს. ქართული ასომთავრული ანბანი კი არ არის. თვარემზის კალენდარი არის. პარალელურად ამასთან ერთად. როგორ მოახერხეს ესე იგი ეს საქმე სტრუქტურირებით. ეხლა თქვენ ტექნიკაში გარკვეული ხართ. ნახშირი ხო ვიცით რა არის? რა თქმა უნდა. ესე იგი ნახშირბადის სხვა სტრუქტურაში ალმასი მიიღება. კიდე მიიღება გრაფიტი. დიდი წნევით. ეხლა რა ქნეს ჩვენმა წინაპრებმა? ეხლა ამან ვეთქვა წესიერად რომ იქ კრეტყულ დამწერლობაში უდიდესი გონია ჩადებული. ესე იგი ასოების მოგრუნებით ესე იგი ხდებოდა 4 ელემენტის დაწერა. ეხლა ჩვენთან რა ხდება? ყველა მისის რომ ეს არა ქვია ბაბილონური ცივილიზაციის მიღწევა არის საროსი. ესე იგი მზის დაბნელება. მზის დაბნელება ხდება 223 თვარის თვერო დამთავრდება, ხდება მზის სრული დაბნელება. აი როგორ გინდა ეს ჩადო ამბარში? ძალიან თქვენურად პირველი ანი ყველამ ვიცით, ხო? ბანი ხო ვიცით, განი ხო ვიცით, მერე მოდის დონი, მერე მოდის ზენი. გაიგეთ? მერე კიდე მეორდება ანიანი და ასეთი არის 13. აი 13 ანიანის რიგითი მნიშვნელობა რო შეგრიფო, გამოდის 223. ესე იგი ეს ასრო კალენდარი ყოფილა ფაქტიურად. 223. ამას მიაგდეს მათემატიკოსებს. საოცრება რა. მაგრამ ამას რომ მიაგნო და ეს რო იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ რა არის საჭირო? ქართული ასომთავრული ამბანი არის ესე იგი მოძულებული. აიგეთ თქვენ ენციკლოპედია. ქართულ საბჭოთა ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში არის ერთათაგარი. სომხური ამბანი ნუსხა. ვიცი. ქართული ამბანის ნუსხა ასომთავრულის არსად არ არის. არის დადოთ მაგას. არა, ვითვარესი არა, გასულ. მაშინ ვერაფერს ვერ იანგარიშებ. ეხლა მეორე ამბავია. გამახინჯებულად არის. უყურეთ. ბევრი ჩევის მაგას. ან კი არ ქვია. ანი. წილ კი არ ქვია. წილი. ესე იგი ერთმარცვლოვანი სახელი გახდა ორმარცვლოვანი და ამბანის შემდგენლები სულელები კი არ იყვნენ. 3 ასოა. ორმარცვლოვანი. ეს არის რაე. ეს არის ჰაე. და ეს არის ხოე. რატო? იმიტომ რომ 36 ასო არის ჰაე. ერთსახელა არის რაე. გადამრავლებული მაგაზე მიიღება 684. აუ რა საოცრია. ეხლა აი მას რო გვეუბნებიან ჩვენ ისტორიკოსებს რომ ჩვენ მათემატიკოს რა უნდაო ისტორიკოსთან. ესე იგი არის შესანიშნავი კლასიკური წიგნი ვანდერ ვარდენის. ის წერს გასაკვირი ამბავიაო. თვარის დიდი პერიოდს რატო ქვია 684 წლიანი ისა? ვერსად ვერ იპოვა მაგან ახსნა მარტო ქართულ ამბანში. და იპოვა ეს დაადგინა? ეს ჩვენ დავადგინეთ, ჩვენმა მათემატიკოსებმა დაადგინეს. ესე იგი, იმიტომ იმან არ იცოდა ქართული უცოდნო და არ დაგობრალოთ ჩვენ რომ ეხლა მეორე ამბავია, არაფერი დაბნელება არ არის. ეხლა მეორე ამბავია. მეთონის ციკლი. რას ნიშნავს მეთონის ციკლი? საზოგადოებისთვის გასაგები რო იყო. უწინ ესე იგი თვე იყო თვარის მიხედვით, ხო? რა თქმა უნდა. ისლამური დღემდე არის ესე იგი წელიწადი არის 12 თვარის თვე, ხო? მაგრამ ისა რა ქვია, ასომთავრული ისა რა ქვია, მზის კალენდარი 11 დღით ესე იგი უფრო დიდია. აი ამ სინქრონიზაცია რომ მომხდარიყო 19 წლიანი ციკლი შემოიღეს. 19 მზის წელიწადი უდრის 235 თვარის თვეს. არის ეს თუ არა ქართულ ანბანში? არის.
როგორ არის? უნი იწერება ორი სიმბოლოთი. ოთი და ვითი. მაგათი რისხვითი ნიშნულობის ნახევარი არის 19, ისა რიგითი ნიშნულობის რისხვითი არის ესე იგი 270, ნახევარი 235. 19 ზის წელიწადი 235 წელიწადს. ეს ოცნება რაღაც. აი, ახლა უკეთეს რაღაცას გეტყვი. ახლა ჩვენ ყველას ვისწავლია რომ ქართულ ასომთავრულს ქვია რგოვანი, იმიტომ რომ მომგვალებული ასოები. რებს ლაპარაკობ, კაცო, რებს ლაპარაკობ. პიყოფილა ქართულ ამბანში. წილი. ესე იგი 31 რო გაამრავლო 27-ზე არის 11 და 47. გაყოფთ ამას ესე იგი წელიწადის ხანგრძლივობაზე მიიღებთ პის. გაყოფთ პიზზე მიიღებთ წელიწად ხანგრძლივობაზე. გამაგიჟოთ კაცო. აი ამაშია რომ გასაგიჟებელი ის რომ ეს არ არის არაინტერესებს, თორე ის კი არა რომ ფაქტია და მე ბახავებს რომ აი უძველი ფაქტია გასაგიჟებელი და ესე იგი მე ვარ ესე იგი ისა რა ქვია დილიტანტი და ვისაც ეს ამას არ აღიარებს ის არის ისტორიკოსი. იყოს ეგრე მე ისტორიკოსობაზე ავდებ ესე იგი. ახლა უყურეთ გრაფიკულად არის ეს ჩადებული ქართულ ამბანში. აი შუაში არის მზე, აი აჩვენეთ რა. შუაში არის მზე, ირგვლივ არის სამრგოლად. ამას ქვია მაგიური წრე. ამ მაგიურ წრეში ყველა რიცხვების ჯამი არის 684 და შუაში არის მზე 19. 19. რასა ოცნება. უკეთეს გეტყვით. ძალიან კარგი ისა ტერმინი ვიპოვე და მიდგომა პარადიგმატიკა აქვს ესე იგი გამყრელიძეს. ესე იგი მიმდევრობის მიხედვით შეიძლება მსჯელობა და იძახიან აი მიმდევრობის მიხედვით ქართული ანბანი ბევრ ადგილას ემთხვევა ბერძნულს. ეხლა მე რო დავაკვირდი ტაბულებს რაღაცამ გამიელვა გაიგეთ და დავალაგე 6-6-ზე 6 არის მაგიური წრე ქვია, მაგიური ის ქვია ამას კვადრატი. აი ასე. ეცას აჩვენეთ მაყურებელს. ასე არის თვარის დიაგონალი. არ განძრიოთ ერთად და თვარის დიაგონალი. ასე არის მზის დიაგონალი. 6 რო გაამრავლო 31-ზე არის ესე იგი მზის წელიწადი იმიდან არ შემიძლია გაზაფხულიდან შემოდგომამდე. აი ეს დანაყოფია, აი ეს არის ქართულ ანბანში. ესეთი ასტრონომები ყავდა, კაცო. ეხლა იცით რაშია საქმე, რომ ამაშია საქმე, რომ მე გამიმართლა იმასთან, რომ ასტრონომებთან მქონდა კავშირი და მომცეს ლიტერატურა. იცით როგორ და გამოვიდა ყველაფერი. იცით როგორ გამოდის ესე იგი, აი იცოდნენ ძველმა ასტრონომებმა ვენერა რამდენი დღე მიდის ერთი მიმართულებით, რამდენი ხანი ჩერდება და რამდენად ბრუნდება. ეს ეგვიპტელებმა იცოდნენ. ხო, ესე იგი, აი ეს ყველაფერი არის ჩვენთან. რატო? იმიტომ რომ ქართული ქურუმები იყო, ქართული აკადემია არ იყო. საბედნიეროდ ალბათ. საბედნიეროდ ესე იგი, მაგრამ ქართული ქურუმები იყვნენ. ეხლა მეორე ამბავია. აი ასეთი კულტურის ხალხი მართალია არქეოლოგიური ძეგლები ხო არის საჭირო არა? ეხლა უყურეთ რაშია საქმე რომ სანამ არქეოლოგიური ძეგლებზე გადავიდოდე, მანამდე მცხეთაში ხო გაისარათია. გაიშიფრა და აღმოაჩინეს შარაგასის სტელა. ეს გამიგიაგე. მაგრამ იცით რა ხდება? შარაგასის სტელაზე რამოდენიმე სტრიქონია ამოიკითხული. დანარჩენი არ ამოიკითხეს. ვერ ამოიკითხეს. როგორ ვერ ამოიკითხეს? გერმანიაში ამოიკითხეს. ეთქობა პოლიტიკურად არაცხობდა. და საქართველოს ისტორიის ოთხწამეულში ეს არ არის შეტანილი. ძველი მასში რა ქვია? შეტანილია და ახალშია და. ეხლა რა აღმოჩნდა? 1970 წლის გამოცემაში შეტანილია. ახლა 2012 წელს გამოცემაში არ არის ეს. ესე მესამე გამოცემაში იქნება. ეხლა უყურეთ რაშია საქმე. ერთადერთი კაცი იყო ესე იგი ინგოროპა, რომელმაც თქვა რომ კაცო ეს ქართული ასოები არის. ეს გამიგიაგე. ჩემამდე 2005 წელში არის ესე იგი აბრამიშვილი გაშიფრა ეს და თქვა რომ ეს არისო ნამდვილად ქართული ასოებიო. რატომ? იმიტომ რომ აი ეს სანი და ეს ჭანი
მარტო ქართულ ამბანში მეორდება წყვილად. არც ერთ ამბანში გაჩერეთ რა ის უღურნა. არც ერთ ამბანში ეს არ მეორდება. და ამ კაცმა ამოიკითხა. მე ამოვიკითხე უფრო ზუსტად, იმიტომ რომ იმის მერე ვიყავი, ხო? იცით რა არის ესე იგი? არამეულ წარწერაზე ქართული წელთა რისხვით არის აღნიშნული მითრიდატე მეორეს გარდაცვალება. 97 წელი პირველი საუკუნე. მეორდება რითი მოწნდება. იმისი ვესპასიანის ძეგლი რო იყო მცხეთაში აღმოჩენილი, იქ ყველაფერია. მაგრამ ეგ არაფერი. ეხლა უყურეთ რა შეასაქმე. ერს კონდეს ესე იგი პირველი საუკუნის მეფის ძეგლი და ეს ძეგლი რა შეიტანო ისტორიაში, ის რა ისტორია არის? ის არის მაკულატურა, ალბათ. მაკულატურა სულის ამის ახლა მეორე ამბავს გეტყვით. ესე იგი აღმოჩნდა ბატონო დავით რომ კრეტაზე არის ესე იგი საუნჯე ქართული დამწერლობის. მეორე საუნჯე სად არის იცით აღნიშნული? ნეკრეში. ნეკრესე გამი. ნეკრეში არის 12 ნიშანია. მაგრამ შეჩერებულია იქ ახლა ველაპარაკი. ეს მოსაზრება რომ კრეტაზე დამწერლობა აღმოჩნდება აკაგურუშაძეს ჰქონდა. გამოთქმული. და შემდეგში ახლა უბრალოდ უფრო ადრე ივანე ჯავახიშვილს ჰქონდა მცირე აზიაში აღმოჩნდება, ანუ თანამედროვე ტერიტორიაზე. ბატონო დავით, ახლა იქ არის ესე იგი რა ქვია საფლავისკვების წარწერები. რომელსაც ქრისტიანული არაფერი არ არის, მაგრამ ესენი იძახენ არ ვიცი ჩვენ ეს იქნებ ქრისტიანულ დროს არის გაკეთებული. ეხლა უყურე რა შეასაქმე? აი ეს არის არ განზრევებთ ეს არის ესე იგი წარმართული კალენდარი. მათემატიკოსმა ძალიან ჭკვიანმა კაცმა ესე იგი გაბრინდაშვილმა ამას რო დახედა, ეს არის კალენდარიო. რატომ? მე ხო გითხარით 19 წლიანი ციკლიო. უყურეთ მესამე სტრიქონში 3, 10 და 6, 19-ია. 19 ქვევით არის 28. 19 გაზდაგვეული 28 არის 532 წელი. ეს არის მე-11 ქრონიკონის 248 წელი. ქართველებს არა მარტო დამწერლობა ქონია, არამედ წელთა რიცხვად და ეს მე რომ მოახსენე აკადემიკოსებმა აგერი იყო ესე იგი მოწმე, ჩვენო ციფრები არ გვეცით დაგვანებეთ ავიო. გაიგეთ? ეხლა რა შეასაქმე? 532 წლით შემდეგ მეორდება კალენდრის რიცხვი, ესე იგი კვირის დღე და მთვარის ფაზა. აი ეს არის ესე იგი ფარნავაზის დროინდელი საიუბილეო ის არის 532 წელი არის ესე იგი. ეხლა უყურეთ რა შეასაქმე? ეს ანგარიშობთ. აი დააკვირდით. ეს 19-ია. აი შუაში და პატარა 100 არის. ხო. ქვემოთ 28 არის. 10 და 28 ნახევარი ხო არის 19. ხო. 19 გამრავლებული 19-ზე საბაზისო რიცხვია. და უყურეთ აქ 321 დააგდებთ 1-ს, მიიღებთ რას? 360 გრადუსს. დააგდებთ 7-ს, მიიღებთ თვარის კალენდარს. ეს ზუსტი კალენდარია. ეხლა უყურეთ რა შეასაქმე. ამდენი არა ეს იგი სასწავლო კალენდარია. ბატონო. ზე როგორ გამოამჟღავნო? ხო. აი ზე რო გამოამჟღავნო, აი ეგ მეორე მხარე, მარჯვენა მხარე უნდა იყო კვადრატში. 4 რო დავუმატო 361 მიიღება 365, აგერ კიდე 1 რო დავუმატო ესე იგი ამისთანაც ცივილიზაციის პატრონი დღეს ეგვიპტეში აღარ არის ცივილიზაცია, ხო? არავის ქართველებს შეგვჭა ეს ცივილიზაცია, მაგრამ გამოყენება უნდა და სახელმწიფო იცით რა შეასაქმე, რომ ხელის შეშლა არ უნდა იყოს. ეხლა მე მოგიყვებით რა ხელის შეშლა არის.
პირდაპირ. საინტერესოა ეს ძალიან. მე უთხარი რომ ქართველებს გქონდა ჩვენ წელთაღრიცხვა სხვა არის გიორგიკა მე უთხარი გერმანული დამაბეჭდიათ ისა სხვათა შორის ხარს მიჭერდა ის არაკია მეტრეველი მაგრამ მარიკა ლორკაპეროვკიპაინსენ თავი მოიკლა რედაქტორი ამას მე ვერ გაგაკეთებიებ რატო იმიტომ რომ შენ აქო უარყოფითი რეცენზიები არის მე უთხარი წამაგითხე უარყოფითი რეცენზია ვერ წაგაკითხებო მე ეკნას მივაგენი გაიგე ჩემი მეტალურგის ნათესავი ყოფილა და რომ ელაპარაკე მეო ფარნავაზის არამხოლოდ თამას საიდან მონახეს ესე იგი ქართული გვარით ესე იგი ქართულ მოზულე ხო და ამის მერე მე ესე იგი მაგათ არ გავგარები ვარ სან გაიგიქნე ხო ეხლა რაშია საქმე რა უნდა სამი წუთი დამჭა და აბა სამი წუთი თუ დაგჭათ ესე იგი ეს უნდა დავიკითხო გაუცილებლად ავიკითხოთ სად არის ეს ოხერი აი საქართველოს ისტორიის 4-მეულში არის ისეთი მასალა დაბეჭდილი ბუნდოვანი აი ბუნდოვანი პეტრე იბერთან დაკავშირებით თქვენ საზოგადოებრივ ხმებთარგეუნებით უბრალოდ არის ნათქვამი რომ მიუხედავად ამისაო ძნელია მას ქართველი მოღვაწე უწოდოთ როცა მას აქვე წერი ავტორს უწერია რომ ის საქართველოს ეკლესიას აშენებდა ბავშვებს ეხმარებოდა ანუ ქველმოქმედებას ეწეოდა მას არ დაუკარგია კავშირი საქართველოსთან რა თქმა უნდა ბიზანტიური განათლებით იყო და თუ გაგიკვირდებათ ისეთი არეული დროა ზოგი რა წაგიკითხოთ ეს საიკითხე ეს ისა რა ქვია მიმართვა ახლა მის დრო არა წაიკითხე კაცო 3 წუთია შენ წაიკითხე რა გეუბნები მოგეხსენებათ რომ ძველი ბერძნული და ლათინური წყაროები მაშინ მე წავიკითხავ მოგეხსენებათ რომ ძველი ბერძნული და ლათინური წყაროებში მრავალი ცნობა მოიპოვება ბრინჯაოს ხანის ქართული ტომთან კოლხების შესახებ და მათ შორის ფრთხობათი კოლხური დამწერლობის კირბების არსებობის თავებაზე. ამ ხრივ განსაკუთრებით საყურადღებო ის ფაქტი, რომ კუნძულ კრეტაზე მე-20 საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინეს 1400-ზე მეტი თიხის ფირფიტა და ნივთი, რომელიც შესრულებულია ძველი წელთაღრიცხვით მე-20 საუკუნის პირველ ნახევრით დათარიღებული კრეტული იეროგლიფური ტიპისა და აკლასის ხაზოვანი წარწერებით. ეს წარწერები ჩვენს მიერ გაიშიფრა 2006 წელს, რომელიც აღმოჩნდა პროტოქართულურ კოლხურ ენაზე შესრულებული, რამაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე აუცილებელია დავასახელოთ ძველ აღთქმაში შემონახული ტოპონიმი ქრთლ, ანუ ქართი, რომელიც კუნძულ კრეტას ქმნებია. ამ უძველესი წერილობითი ძეგლების მიხედვით გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ქართველურ კოლხური ცივილიზაციის ფესვებს ხმელთაშუა ზღვის ცენტრში ქონდა ჰეგემონია და ჩვენ წინაპრებს თავიანთი წვლილი შეუტანიათ ბრწყინვალე წინაბერძნული კრეტა-მინოსური ცივილიზაციის შექმნაში. შემთხვევით მოვლენას ასევე ვერ მივაკუთვნებთ იმას, რომ ქართული ასომთავრული დამწერლობის ტექსტზე დასოს გრაფიკული მოხმარებლობა აკავშირებს კავშირს ამჟღავნებს აკლასის ხაზოვანი დამწერლობის ნიშნებთან. ამ მოსაზრებების საფუძველზე ვფიქრობ, რომ ქართული ასომთავრული ანბანი შექმნილია საქართველოს გაქრისტიანებამდე მრავალი საუკუნით ადრე, როდესაც გაბატონებული იყო მზის კულტი. ასომთავრულ ანბანში დაფიქსირებულია მზის კალენდარული სისტემა, რომელშიც ასახულია ასტრონომიის, მათემატიკის, ქრონოლოგიისა და თეოლოგიის იმდროინდელი მიღწევები. ამრიგად მიგვაჩნია, რომ ქართული ასომთავრული ანბანი ანტიკური ხანის ქართული ცივილიზაციის უბადლო ნიმუშია. ამგვარი მოკლე ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ მოგახსენებთ, რომ ზემოთ აღნიშნული თემების გათვალისწინებით ნაცვლად 2012 წელს გამოცემულ საქართველოს ისტორიის 4-მეულში ადგილი არ აღმოჩნდა წინარე ქართველური დამწერლობის ბრწყინვალე წერილობითი ძეგლებისთვის, კერძოდ პესოსის დისკოსისთვის, ასევე ამ 4-მეულში არ არის მოცემული ქართული წარმართული ეპითაფიური და ეპიგრაფიული 15 ნიმუში, რომელიც აღმოჩენილია მცხეთაში, ნეკრესა და რუსთავში. მათ შორის არის ფარნავაზიანთა დინასტიის კერძოდ იბერის მეფე მითრიდატე მეორის მემორიალური ძეგლიც, ეგრეთ წოდებული შარაგასის სტელა, რომელიც 2006 და 2011 წლებში გამოქვეყნებული სამეცნიერო კვლევების თანახმად ქართული ასომთავრული სიმბოლოების ანუ რიცხვ-ნიშნების საშუალებით დათარიღებული ახალი წელთაღრიცხვით 97 წლით. ამ 4-მეულის ავტორებმა გულგრილად მიიღეს ეს არქეოლოგიური ძეგლები და ეშქვეშ დააყენეს სახელოვანი მეცნიერის აკადემიკოს ლევან ჭილაშვილის აღმოჩენები, რათა სადაო ყოფილიყო წინა ქრისტიანულ ხანაში ქართული დამწერლობის არსებობა. ამგვარი მაგალითების ფონზე ამ 4-მეულში ავტორებმა ასევე წარმოადგენს გუნდოვანი მოსაზრებები. მაგალითად ეხლა ქართული და არა მხოლოდ ქართული ხუროთმოძღვრების ჩვენება მცხეთის ჯვარი, კიდევ პეტრე იბერიელი მხოლოდ დაიბადა საქართველოში, მხოლოდ რატომ ყოფილიყო საჭირო არ ვიცით, ძნელია მას ქართველი მოღვაწე ვუწოდოთ. და ასე შემდეგ.
აქვე აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ 2008 წელს National Geographic Society-მ გამოაქვეყნა წიგნი სოფლიოს ხალხები, რომელშიც საერთოდ არა წარმოდგენილი მასალა სახელმწიფოს საქართველოს შესახებ, ქართული კულტურისა და ანბანური დამწერლობის თაობაზე, როცა მასში ფართოდ წარმოჩენებულია სომხების, აზერბაიჯანელების, ჩეჩნების, ინგუშებისა და სხვა ხალხის კულტურები. ქართული წერის სისტემის არასრულად წარმოჩენების ტრადიცია ჯერ კიდევ შეიმჩნევა მე-20 საუკუნეში გამოცემულ წიგნებში, მაგალითად ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში. არავის წარმოდგენილი ქართული ასომთავრული ანბანური სისტემის ნუსხა, სხვადასხვა ტომში გაყოლია ქართული ასოთა გრაფიკული ფორმები და დამახინჯებული სახელები. ამავე დროს ქართული ანბანური მწკრივის 23 პოზიციიდან ასოთა რიგის ნომერი გაზრდილია 1-ით. ამაირად დარღვეულია ქართული ანბანური სისტემის წყობა და ის გამოსადეგარია ქართული ქრონოლოგიური აღრიცხვისათვის. ფიქრობთ, რომ ამგვარი ტენდენციის შედეგია ის, რომ მე-11 საუკუნეში შემოღებული ქართული ანბანი გამოსახულია ბათუმის კოშკზე. მაშინ, როდესაც ქართველებს გაგვაჩნია ანტიკური ხანის ასომთავრული ანბანი და უძველესი კოლხური ცივილიზაციის დროინდელი დამწერლობის ძეგლები. ფიქრობთ, რომ ეს კოშკი გადაკეთდეს მუზეუმად, რომელშიც დემონსტრირებული იქნება ქართული დამწერლობისა და სახელმწიფოებრივი 4000 წლოვანი ტრადიცია. ფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობამ აუცილებელია ჩაატაროს შესაბამისი სამეცნიერო დარგების სერიოზული რეფორმა და შემუშავოს ქართოლოგიური მეცნიერებისა და კულტურის დარგებში შექმნილი სავალერო მდგომარეობის გამოსწორების, შემდგომი განვითარების გეგმა და საკანონმდებლო ბაზის შექმნა. ვილეძებთ, რომ ამ პროცესში ჩაერთვება ახალი სამეცნიერო პოტენციალი, რომელიც ნაყოფიერად მუშაობს ქართული კულტურული მემკვიდრეობისა და ქართველი ერის სახელოვანი ისტორიის წარსულის, როგორც ზოგად საკაცობრიო მნიშვნელობის გამოსავლენა და დასამკვიდრებლად საერთაშორისო. დიდი მადლობა, შემოგია აგერ იყო 14 აპრილი და დამეწუნეთ საკმაოდ ბევრი ადამიანი ყავს, ესე ვთქვათ, კომაგი ამენას და მე მახარებს ეს. მადლობა მინდა გითხრათ, რომ ესწრეთ ელბატონო, დიდი მადლობა გია და დაველოდოთ, ეგება თავობა მართლაც. აღარა პროგრამა, მადლობთ, დაგვიჭერენ. დიდი მადლობა აი ამ რეტროსპექტივისთვის და მიხარი ხართ გულწრფელად გეუბნებით. ვიკამათოთ, ოღონდ დავადგინოთ ჭეშმარიტება.